სოფელ კონჭკათში სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობა და დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მოინახულა. მონასტერი, რომელიც კონჭკათში მდებარეობს, მე-13 საუკუნით თარიღდება. მის აღდგენა რესტავრაცია საქართველოს ძეგლთა დაცვის ფონდი ახდენს. სამუშაოებს დღეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობა და დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე აკვირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, პროცესი კვალიფიციურად მიმდინარეობს. კონჭკათის მონასტრის რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგი ხდება ჩვენს მიერ. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტით შემდგომში კერძო ფონდი საქართველოს ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი აფინანსებს. ჩვენი ნებართვით მიმდინარეობს სამუშაოები, ხდება დავათვალიერეთ თუ რა პროცესში არის, რამე პრობლემები ხო არ არის. აღმოჩნდა, რომ ძალიან კვალიფიციურ დონეზე მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები და კონჭკათის მონასტერს განსაკუთრებული მნიშვნელობას თარიღიც სცემს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მე-13 საუკუნის ეკლესია-მონასტერი დასავლეთ საქართველოში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მე-13 საუკუნის ძეგლები ზოგადად დასავლეთ საქართველოში ძალიან ცოტა არის და მე-15 გურიაში. მისი მნიშვნელობა აქედან გამომდინარე დიდი არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა აი ზამთარი ვეღარ გადაეტანა. თუმცა ესეთი მძიმე მდგომარეობა იყო 63 წელს, როდესაც აქ ექსპედიცია მოვიდა ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ როგორც ჩანს იმის მერე იმდენად გაუარესდა მდგომარეობა, რომ სიმყარე ძეგლისა უკვე შერყეული იყო. რესტავრაციის დასრულების შემდეგ აქ სამონასტრო ცხოვრებაც აღდგება. მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე იყო შეწირული და ესე იგი ანუ აქედან შესაძიეს უგზავნიდა იერუსალიმის გოლგოთის ჯვრის მონასტერს და ანუ ამით მოწმობს იმაზე, რომ ძალიან დიდი ესე იგი მეურნეობა, ძალიან დიდი მონასტერი, ძალიან დიდი მასშტაბიანი მონასტერი იყო და ჩემი ერთადერთი ანუ სურვილის იყო, რომ ეს მონასტერი აღდგენილიყო. კონჭკათის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შემოქმედის მონასტერს მოინახულებენ, სადაც ასევე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება.